მადლობთ, მოგესალმებათ. ვანო ჯავახიშვილის შოუ დავიწყებ აქტუალურ თემებზე საუბარს, ოღონდ დავიწყებ კვირის დასაწყისიდან. მაშასე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ძალიან კრიტიკული დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც აღნიშნულია კორუმპირებული სასამართლო, მედიაზე ზეწოლა და ასე შემდეგ. ეს კიდევ არაფერი. ივანიშვილიც კი ყავთ ნახსენები, თანაც ორჯერ და ორივეჯერ ნეგატიურად. რა ვიცი, მე ძალიან გავბრალ, ერთი ამერიკას დამიხედეთ რა. რა გჭირს მაგათი გასაკრიტიკებელი ამერიკის ხნის ქვევრი მაქვს ეზოში. ასე უაზრო ჯერ გული არ მომიფხანია ძვირფასო მეგობრებო, აი რაღაცნაირად, აი ცოტა უაზროდ მოიხანე გული. ამერიკის დასკვნის სისწორე პარლამენტშივე საქმით გაამყარეს მოსამართლეების არჩევის გამო გადამტერებულმა დეპუტატებმა. ნახოთ ეს ძალიან საინტერესო ვიდეო. ქართული ოცნების სახით. დააკომპლექტა ზონდერობა რას ნიშნავს? პატარა ზონდერობა. გასიცემ ზონდერობა დააკომპლექტა. იმის თავის ჭუჭრუტანიდან ეგ იყო თქვენი დაავადებული სქემა. თუნდაც იქიდან საიდანაც დავსვეს. იმიტომ ხარ მან. და არა რა მე რას იგებთ მაგით? რას იგებთ მაგით? შენ ხარ ქართული მესაფლავე. შენ ხარ ოცნების მესაფლავე. შეხედებს არის ფულის სული და ამიტომ ძალიან შენ ხარ რა არის ხედავთ ძვირფასო მეგობრებო, რა კადრა ზარდიაშვილმა ბესელიას ფულის სუნი გაქვთო ხელებზეო, ფულისო. ეკა გაწიწმადდა, შეზონდერო. იცოდეო, ციხე არ აქცდებაო, 100,000 ლარის კი არ გეყოფა საშელსო გადაურჩე. ეს ისე იცის ქალმა ეხა ფასები იცის. შეიძლება გაგონილიც აქვს ვიღაცისგან არ ვიცი. ბესელიას გედი ფოფხაძეც გამოესარჩელა და ზარდიაშვილს ქართული ოცნების მესაფლავე უწოდა. გეშლება გედი, ვინ აღირსებს ზარდიაშვილს მესაფლავის ტიტულს? მესაფლავე ხო ის არის, ვინც საფლავს თხრის. ხო და ვინ თხრის ქართული ოცნების საფლავს და ხეებს ვინც თხრის, ყველამ კარგად ვიცით. ხო. ზარდიაშვილი დიდი ის კაცი იყოს, აი ბოლოს მუჭით მიწას რომ მიაყრის და აი სუფრაზე რო ეჩქარება რა, მე აი ხო იცით გასვენებებში ხდება ხოლმე. ასევე განდგომილი დეპუტატის ზვიად ყვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების კენჭისყრის დროს ოცნების დეპუტატებმა კი მისცეს ხმა მის გადადგომას, მაგრამ ხმები არ ეყოთ. დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, გილოცავდათო მონოლოგში მოხვდი, ჩაიფიქრე. მოკლედ მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ხმები კი გვეყო, უბრალოდ დეპუტატებსო ხმის მიცემის პულზე წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ. მოკლედ დავით მათიკაშვილი ყოფილა ძალიან იღბლიანი ადამიანი, რომ პოლიტიკოსი გამოვიდა, თორე წარმოიდგინეთ გამნაყველიო ყოფილიყო. აი ეგ რო გამოსულიყო, აი რა შეიძლება მომხდარიყო. თქვენ კაი ხალხო, ფერებს თუ ვერ იმახსოვრებთ. იმით მაინც დაიმახსოვრეთ, აი რომ პიონერთა სახლისკენ რომა ის ღილაკია კი. და გიმნაზიის მხარეს რომელიც არის ის ღილაკი არა. აი ესეთი მარტივი რაღაცა მოიფიქრე. აღმოჩნდა რომ ასეთი სასაცილო შეცდომის შემდეგ დეპუტატებს პულტის ინსტრუქციები დაურიგეს. თუ ამას რო შეისწავლიან, მე დაურიგებენ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა ააწყონ კორუმპირებული მოსამართლის ფაზი. შეიძლება ეს ბავშვისთვის იოლია, მაგრამ დეპუტატისთვის ძალიან რთული დავალება. თავსაც ეხია ფაქტია. მოკლედ დეპუტატებს ხო დაურიგეს ინსტრუქცია და თურმე კვიციანს მისეს ორი ინსტრუქცია. პირველი ინსტრუქცია როგორ გამოიყენოს ხმის მისემის პულტი და მეორე ინსტრუქცია რომ გაარჩიოს პირველი ინსტრუქცია. ანუ ინსტრუქცია, ანუ ჭირდება ადამიანს. ამ კვირაში კიდევ ერთმა დეპუტატმა გაუსვა ხაზი ქართული ოცნების დემოკრატიულობას. ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში გაწეულები იქნებიან ყველა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირები გარდა მართლმადიდებელი სასულიერო პირების. ანუ ევანგელისტები, ბუდისტები და ბაპტისტები უნდა წავიდნენ ჯარში, რომ დაიცვან მართლმადიდებლები. მე მგონი სესიაშვილი ჯვაროსნულ ომს იწყებს და არ გიხელს უბრალოდ, რომ აი რაღაცაში უნდა ჩაგდოს. რა არის ირაკლი ახლა ეს? რა კანონებს გთავაზობ? ჩაასხი იმ აუში წყალი და ისე გადახდი შეკაი ადამიანი. ხო ხედავ რაღაცა უაზრობები მოგდის თავში. პარლამენტში თეატრულოკიანის სტუმრობისას სიტყვით გამოსულმა ადამ არშანიამ
განსაკუთრებული ქარცეცხლი დაატეხა ქართულ ოცნებას. ეს ვიდეო ნახოთ. ღმერთმა დაგიფარო თქვენ ქართულ ოცნებას, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაგიჟდეს საქართველოს პატრიოტ ალიანსი, შეუერთდეს ნაციონალურ მოძრაობას აქ და მერე თქვენ რა გეშველებათ თქვენ საწოდავებო. თუ თქვენ გონიათ რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა, ჩვენ ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ აქ რაღაცა ერთი წელი. ჩემი აზრით ქალბატონ ადას გამოსვლის წინ ვინმე უნდა გამოდიოდეს და აცხადებდეს რომ ვისაც გულსის ხზარდას დაავადებები აწუხებს დატოვონ დარბაზი, იმიტომ რომ ამ თავს ისეთი ხმა ამოზდის პირიდან რომ კაპილარებს ხეთქა პირდაპირ. ფაქტიურად მასობრივი განადგურების იარაღი აქვს ყელში დაბუდებული თუ რა. მოკლედ ადამ არშანიან იმდენი ეძახა ქართულ ოცნებას რა გეშველება თქვენ უსუსურებო და თქვენ უბადრუკებო, რომ მე მგონი პატრიოტ ალიანსი სტოვებს ქართულ ოცნებას. მე ესეთი აზრი მაქვს, რაღაცა ესეთი სტოვება. პატრიოტ ალიანსს ეტყობა ამ კვირაში კარი დარჩა ღია, იმიტომ რომ მარტო ადა კი არა, აშკარად ემზარ კვიციანის გამოექცათ. ბატონი ემზარის სიტყვებს მეც კი გადმოგცემდით, მაგრამ ავტორისეული შესრულებით მაინც სულ სხვა ეს ვიდეო ნახოთ. სტალინი არის ადამიანი, რომლის სულისთვისაც შემიძლია ისევე როგორც 42-ში, 3-ში, 4-ში, 5-ში ადამიანები ეწერებოდნენ სტალინისა და სამშობლოს სულისთვის და ტანკებს უვარდებოდნენ, ისე შეუვარდა ტანკს სტალინის სულისთვის. ერმილე გესმის ჩემი ხმა? ხო და თუ გესმის მიაქცია მკაცურადღება რაღაცებს ლაპარაკ. მე მგონი კვიციანს ჯერა რომ სტალინი ცოცხალია და კუნძულზე ცხოვრობს მაიკლ ჯექსონთან ერთად. რა ვიცი. ხო არის ესეთი მითები რომ ჯექსონი სადღაც კუნძულზე ცხოვრობს და მასთან ერთად, ჰიტლერთან ერთად და ასე შემდეგ. ედავთ როგორ უყვარს დიდი ბელადი სტალინის გულისთვის ტანკ შეუვარდებიო. ალბათ შენ არ იცი ჩემო ემზარ თორე მთელი საქართველო ეგრე არა ვარ კაცო. რა ჩვენ ზურგზე ტანკმა, ბეტერმა და რუსულმა შექმნა მიარა, სულ სტალინის გულისთვის იყო ეს ყველაფერი, მინდა გითხრა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართული სოფლები სააკაშვილმა დაბომბა და ეს ქალბატონი ძვირფასო ტელემაყურებლო გახლავთ ქვეყნის მთავარსარდალი. ბატონო ბიძინა, უთხარით ამ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქალბატონს, რომ ეს ღალატის ტოლფასი განცხადებაა. არა, ხალხის კი ვეტყოდით, მაგრამ ხალხს არ აგვირჩევია და ვინც აირჩია, იმან უთხრას, ვერ ეტყობია. კიდევ კარგი რომ ეს სიტყვები მიშამ დაბომბაო ეს ჩვენი სოფლებიო, არჩევნებამდე არ თქვა ამ ქალმა, თორე ამ მოღალატეს ვინ აირჩევდა პრეზიდენტი. კრიმინალის აღზევების სიტყვო იწვნია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ნორჩმა ლიდერმა და პოეტმა არჩილ აჩო ალუჩა თალაკვაძემაც. ყოველკვირა თითო სახელი ემატება. ძარცველებმა მისი ბინაც გატეხეს ეს ნამდვილი ინფორმაცია, ატყდა ერთი ამბავი, ოცნების კაცს ეს როგორ აკადრესო და მთელი პოლიცია და პროკურატურა კი არა. ვისაც იურიდიული ქონდა დამთავრებული, ყველა იქ იყო, ტელემაყურებლები. ყველა იქ გამოცხადდა, მობილიზაცია იყო საოცარი. რამდენიმე საათში დააკავეს დამნაშავეები, რომლებიც სათვალთვალო კამერებით ამოიცნეს. ხედავთ, კამერების როგორი ტენდენციურები გვაქვს. ოცნების წევრს თუ ეხება რამე, ყველა კამერის ჩანაწერი არსებობს. ხოლო ოპოზიციონერის შემთხვევაში კამერა ავტომატურად ითიშება და ან მთელი მასალა იშლება ზუსტად მეგობრებო. ხედავთ, სადამდე წავიდა ტექნიკა. თვითონ კამერა წვიტავს, რომელიც ჩაიწეროს და რომელიც წაშლავს. ესეა მოწყობილი. მართლა აღმაშფოთებელი თავხედობა ამ ხელა პოლიტიკოსის გაძარცვა. ძალიან შევწუხდი არჩილ, ძალიან. აბა რა გითხრა, რა ვიცი, რითი დაგაწყნა რომ გაგებით იქნება მოეკიდო ამ ამბავს. ხედავ, ამ გაგებით მოკიდებამ შენ კარზეც მოაკაკუნე ჩემო არჩილ, რა ვქო. სხვათა შორის ორი ლარნაკი ქონდა თურმე სახში და არც ერთი არ წაუღიათ. ერთი ლირიკული, მეორე ჩეხური ბროლის ლარნაკი ქონდა ძალიან კარგი. სამაგიეროდ ძარცველებმა წაიღეს მისი კუთვნილი იარაღი. ამაზე ხო საერთოდ გადაირია ხალხი, თუ პატიოსანი კაცია, იარაღი რად უნდაო. რა დაგემართათ ხალხო, კალამზია საუბარი. კალამია პოეტ არჩილის იარაღი დღეს. თუნდაც ნამდვილი იარაღი წაეღოთ, მაგაშიც არ არის გასაკვირი.
აჩოს ლექსებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით რომ მაგან მუზა თლად თავისინებით არ გაუჩერდება სახში. რაღაცა საჭიროა. ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის მსხვერპლი გახდა, საქართველოს ინვესტიციების სასაფლაო უწოდა. ბოდიში მოიხადეთ ამერიკელო ძალიან გთხოვთ, რა სასაფლაო. ივანიშვილს აქ ისეთი ცნობილი და საზოგადო ინვესტიციები აქვს დასამარებული, რომ მინიმუმ პანთეონი შეგეფერება. რა ხდება ვერ გავიგე რა. იმან თქვა სასამართლო დაასამარესო, ამან ინვესტიციების სასაფლაო, იმან კიდე ქართული ოცნების მესაფლავე ხარო, რას მიყურებთ ხალხო? ჩაადგით ლობიო და შილა გვასვენებენ, მე მგონი ეს უპატრონოები. რაღაცა მოიფიქრეთ. ამასობაში უკვე გაიგვიძა გაზაფხულმა და ეკოლოგიურმა კატასტროფამ სახელად ბიძინა ივანიშვილი. განახდა უნიკალური ხეების იძულებით ტურიზმი. ბიზნეს მიერ ამოთხილი ერთ-ერთი გიგანტური ევკალიპტი 2 სოფლის გასაყარზე გაიჭედა. ნახოთ ეს ვიდეო. თავიდან ამ ხის გასატარებლად ირგვლივ რაც ხეები იყო გაჩეხეს და ამანაც რომ არ უშველა, მე ეს 2 სოფელი დაზეთეს. და უკვე ხეც იოლად გაატარეს. აი სულ სრიალი. ძალიან საინტერესო ინტერვიუ შედგა ინგა გრიგოლიასთან, ინგა გრიგოლიასა და უცნობ შორის. ნახოთ ეს ცოტა ვიდეო კადრი. ძალიან საინტერესო კადრი იყო ძვირფასო ტელემაყურებლებს. გია, პარლამენტის თავმჯდომარეზე რასი? პარლამენტის თავმჯდომარეს. გრძელთმიანი ნირიბანი მასა არის რა. აი ძირფასო მეგობრებო, მე განაცხადი ინტერვიუში დაიღალა ხალხი სულ ერთი და იგივე პოლიტიკოსების ყურებითო. აი სულ დაიღალაო, მართალია თვითონაც სულ არის, მაგრამ იცვლის ადამიანი ხშირად ვიზუალს ხოლმე უცნობი. ამჯერად მაგალითად ის კუდიანი დედაბერის იმიჯით წავსდა მაყურებლის წინაშე. ეს უცნობი ხო გახსოვთ ვინ არის ძვირფასო მეგობრებო? აი სიმღერიუსი, უცნობიუსი, ადრე რო ქონდა საკანიუსი, უნდა გადადგესო მთავრობიუსიო და მე მინდა მომცეთო ტენდერიუსიო. ხო გახსოვთ? ხო და ამისი გადასაყენებელი რომ არის მთავრობიუსი, იმიტომაც ჭირს პიზიუსი ძვირფასო მეგობრებო, რა ვქნა, სხვანაირად საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლითაც ევროპასთან თავი მოიწონა. მისი მონაცემებით საქართველოში დღეს საშუალო ხელფასი შეადგენს 1200 ლარს. უცებ აგიხსნით რა ხდება. ანუ გამოდის რომ საშუალო მონაცემებით, აი მაგალითად, მე და ბიძინას გვაქვს 3.5 მილიარდი. ხო 7 აქვს და 2 ვარ და გაიყო შუაზე, საშუალო გამოდის 3.5 მილიარდი. ან კიდევ ბიძინას და აი მაგალითად ჩემს ბენდის წერას საშუალოდ გვაქვს მაგალითად თითო მილიარდი შემოსავალი. ასე რომ ძვირფასო ტელემაყურებლობა ჩემ შოუს მუსიკალურად აფორმებს მილიარდერების ბენდი ოლიგარქ თამარ ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა.